გამარჯობათ, დღეს მინდა გესაუბროთ ფესახის დღესასწაულზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ებრაელების ისტორიაში. დაახლოებით 3300 წლის წინ ებრაელები ვიყავით ეგვიპტის მონობაში, რომელმაც გასტანა 210 წელი. ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური მონობა, რომელიც რა თქმა უნდა იყო საკმაოდ ტანჯული და აუტანელი ებრაელიერისთვის, ასევე ეს იყო სულიერი მონობა. ფარაონმა და ეგვიპტელებმა ყველაფერი ცადეს იმისთვის, რომ ებრაელ ხალხში ჩაესახათ უიმედობა და სასოწარკვეთილება, რომ თითქოს და შველა არსაიდან არ მოვიდოდა. მაგრამ ამის და მიუხედავად ებრაელმა ხალხმა მაინც გამჩენ ღმერთს შესთხოვეს შველა და გამჩენმა ღმერთმა რა თქმა უნდა მათი ლოცვა და ვედრება შეისმინა. მოსეს და აარონის მეშვეობით გამჩენმა ღმერთმა 10 სასჯელი გამოუგზავნა ეგვიპტეს, რადგან ფარაონი წინააღმდეგი იყო ებრაელების განთავისუფლების. ზუსტად მე-10 სასჯელის შემდეგ ფარაონი დანებდა და დათანხმდა ებრაელების გაშვებას მონობიდან. ებრაელები გამოვიდნენ ეგვიპტიდან, მაგრამ ფარაონმა მაინც გადაწყვიტა მათი დადევნება თავის არმიასთან ერთად და ზუსტად მაშინ მოხდა ის სასწაული, რომელზეც ყველას სმენია, რა თქმა უნდა, როცა გამჩენმა ღმერთმა მოსეს მეშვეობით გააპო წითელი ზღვა და კიდევ ერთხელ იხსნა ებრაელები. როდესაც მოსემ გამჩენი ღმერთის ბრძანებით გახსნა წითელი ზღვა, ამის მომსწრე იყო 3 მილიონი ებრაელი და ასევე ფარაონი თავის არმიასთან ერთად. იმის და მიუხედავად, რომ თელმა ეგვიპტემ, ფარაონმა და თავისმა არმიამ თავიანთი თვალებით ნახეს ის სასწაულები, რაც ჯერ მოევლინა 10 დასჯის სახით ეგვიპტეს და შემდეგ წითელი ზღვის გახსნა, მაინც დაედევნენ ისინი ებრაელებს წითელ ზღვაში და როდესაც უკვე ებრაელებმა გადალახეს ზღვა და გადავიდნენ სანაპიროზე, გამჩენმა ღმერთმა დახურა ზღვა და შიგნით მთელი ფარაონის არმია დაიხრჩო. თვითონ ფარაონი გადარჩა, რადგან თავის თვალით ენახა კიდევ ერთი სასწაული. ფარაონის ეს მდგომარეობა დღევანდელ ანტისემიტებს მაგონებს, რომლებიც თავიანთი თვალით ხედავენ თუ როგორ იმარჯვებს ებრაელები თავიანთ მტრებზე, იმის და მიუხედავად თუ რამდენი არიან ისინი, როგორ იცავს თავის რჩეულებს გამჩენი ღმერთი, რა სასწაულები ხდება ისრაელში, როდესაც მოფრინავს 10,000-ობით რაკეტა და აქტიურად არ არის მსხვერპლი. ამას მთელი მსოფლიო ხედავს, მაგრამ ანტისემიტები, როგორც ფარაონი, არ აღიარებენ იმას, რომ ებრაელები არიან გამჩენი ღმერთის მფარველობის ქვეშ. ფესახი არ არის ებრაელებისთვის მხოლოდ ისტორია, ეს არის ჩვენთვის გაკვეთილი და ყოველდღიური ცხოვრების წესი, რადგან ყველა ადამიანში არის ეგვიპტე, ყველა ადამიანს ყავს თავისი ფარაონი, რომელიც თვითონ თავის თავში უნდა დაძლიოს ის უიმედობა, სასოწარკვეთილება და უნდა ვიპოვოთ ჩვენში ყველამ ძალა, რომ გავაგრძელოთ ცხოვრება, ვთხოვოთ გამჩენ ღმერთს, რომ დაგვეხმაროს, გადავლახოთ ჩვენი პრობლემები და დავამარცხოთ ის რაც გვაბრკოლებს, ვიცხოვროთ კარგად, ნორმალურად და გამჩენის გზით. ეს იყო დღეს რაზეც მინდოდა მესაუბრა, გისურვებთ მშვიდობიან შაბათს, მომავალ შეხვედრამდე.